სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგი კითხვა ეხება იესო ქრისტეს მიერ გაღებულ მსხვერპლს ჯვარზე და პიროვნებას აინტერესებს ელიკელ ნუესა. მე მაქვს კითხვა, მიესალმება ჯონ მაკარტურს. ჩემი კითხვა არის, იყო თუ არა იესოსთვის სხვა უფრო მარტივი გზა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდვად? და ჯონ მაკარტური ჩაიკითხება, აინტერესებს რა კითხვა სვავს, მეც იმას ავქენი, ზოგს აქვს ხოლმე ესეთი კითხვები და შენ რო არ ელოდები, შეთავში რო არ მოსულა, უბრალოდ გაინტერესებს. ესე იგი ამასაც ვსვათ, თუ იყო თუ არა იესოსთვის სხვა მარტივი გზა? არა, რადგან ცოდვის საზღაური ამბობს ჯონ მაკარტური. გახსოვთ ეს არის რომაელთა მესამე თავში და მე რო ნახე, არ ვიცი ხა ლაფსუსი იყო გატარებული ჩანაწერის იმისი 6:23 არის ეს. რომაელთა 6:23 და რომაელთა მესამე თავში ეს არ არის. და მე წაგიკითხავთ ამ ადგილს. რომ ცოდვის საზღაური არის, კითხვას სვავს ჯონ მაკარტური. და მე წავიკითხავ ამ ადგილს. აბა რა ნაყოფი ქონდათ მაშინ საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, ვინაიდან მათი ბოლო სიკვდილია. ახლა კი როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთისმონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმინდეა, ბოლო კი მარადიული სიცოცხლე. ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია. აი რომაელთა 6:23. იმედი მაქვს, რომ ეს ჯონ მაკარტურსაც მოძდეს ახლა, გიგანტებსაც მოძდეს ხო ლაფსუსები, როგორ იმახსოვრებს ადამიანი უცებ ძნელი არის, ხო? ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში. და აუდიტორიდანაც ის როცა კითხვას დასვავს, უდასტურებს სიკვდილი. ცოდვის საზღაური სიკვდილია ეუბნება. და ჯონ მაკარტური აგიწერებს სიკვდილი. ასე რომ ცოდვის საზღაური სიკვდილი, ასე რომ ჩვენ გვდებით ჩვენი ცოდვებისათვის. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სამუდამო ჯოჯოხეთში უნდა წავიდეთ. რადგან მოგვიწევს ჩვენი ცოდვების გადახდა და ამას მარადისობა დასჭირდება. ჩვენ მაინც ვერასდროს ვერ შეძვლეთ იმ ვალის გადახდას, რომელიც ღმერთს ჩვენი ცოდვებისათვის ეკუთვნოდა. ასე რომ ვინმე უნდა მომკვდარიყო ჩვენი ცოდვების ნაცვლად. მაგრამ სიკვდილი აუცილებლად უნდა არსებობდეს. და ცოდვისათვის უნდა მოკვდეს ვიღაცა. და ძველ აღთქმაში თუ ჩვენ წავალთ, გახსოვთ ილუსტრაციას ღმერთი როგორ აკეთებს მსხვერპლშეწირვის სისტემაში, როდესაც ყოველდღიურად და იცით ზოგიერთ შემთხვევაში, რა ვიცი, ათასობით მსხვერპლს წირავენ, ხო, სხვადასხვანაირი ტიპისას, ხო? ყველასთვის გასაგები ყოფილიყო ყოველდღიური ცხოველების მსხვერპლშეწირვა. ეს არ გულისხმობდა მარტო ამ ცხოველის მსხვერპლშეწირვას, არამედ იმას, რომ ცოდვა მოითხოვს სიკვდილს. ეს ცხოველი პრობლემას ვერასოდეს ვერ გადაწყვეტდა და სწორედ ამიტომ მოეკლათ ისინი გამუდმებით, მუდამ კლავდნენ ამას. და ეს იყო გახსენება. და უცებ პიკს აღწევს ეს იესოს დროს და რა ხდება მერე? უკვე იესო კვდება ჯვარზე და ის იყო ღვთის ყველაზე სრულყოფილი კრავი, რომელიც სამყაროს ცოდვებს იხსნიდა. და ამიტომაც აღარ არის მაგის შემდეგ ცხოველის შეწირვა საჭირო. გახსოვთ ხომ, როდესაც ეს მოხდა, ფარდა შუაზე გაიხა, წმინდა და წმინდა შესასვლელი და მან ღმერთმა გახსნა მისასვლელი წმინდა და წმინდათან. ასე რომ არანაირი ბარიერი აღარ არსებობს. და ეს არის მსხვერპლი, რომელსაც ღმერთი იღებს და მოიწონა. და მალევე უკვე მსხვერპლშეწირვის სისტემა წყდება, როდესაც რომაელებმა იერუსალიმი აიღეს 70 წელს და გაანადგურეს, გადაწვეს ტაძარი, მას შემდეგ იერუსალიმში ცხოველი აღარ შეწირულა, რადგან ქრისტე იყო საბოლოო სრულყოფილი მსხვერპლი. და სხვა გზა ცოდვების გამოსასყიდად არანაირად არ იყო, და ცოდვის საზღაური სიკვდილია. და სასიხარულო ამბავი ის არის, რომ იესოს ჰქონდა ძალა, რომ დაეკავებინა ჩვენი ადგილი და აიღო ჩვენი ცოდვები და ასევე აღმდარიყო მკვდრეთით. ასე არ არის, ასე რომ მან დაამარცხა სიკვდილი და არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის გააკეთა ეს, არამედ მთელი კაცობრიობისათვის, ანუ ჩვენთვისაც. იმედი ეს დაგეხმარებათ. ამ ფონზე დაფიქრდით რა, ფიროსმანის იმასაც რო ვარჩევდი მე ახლა მინდოდა დამედო ბატკნის, იცით, მას აქვს ერთ-ერთი ნახატი, მაგრამ იქ არის პასხა, იქ არის საკვები, საჭმელი და სულ სხვა დატვირთვა აქვს ახლა საქართველოში, ხო? და მით უმეტეს როცა ის ხატავდა. ისევ და ისევ შესაწირავი. გესმით? ახლა სიმბოლიკა კი არ არის, როცა აკეთებენ წარმართულიდან გადმოცემული და ძველი აღთქმიდან მოპარული.
ძველ აღთქმამდეც ესე იგი მოსემდეც იყო წარმართობაში ყველგან შესაძირო და იცი ჩვენ ადამიანსაც კი წირავდნენ სურამის ციხის ისტორია გაიხსენეთ ხო და დღესაც გრძელდება ხალხო ეს გრძელდება დღესაც და ამიტომ მართლმადიდებლობა ხმას არ იღებს რომ არ გაანაწყენონ თუშები ლომისობაზე ან სვანეთში ან სადღაც სადაც აკეთებენ ამას აკეთებენ ყველგან როცა ავარიაში გადარჩება ვიღაცა ნახეთ საერთოდ გაგებაში არ არის და საერთოდ ქრისტიანობა მანდა არ არის რა ქრისტიანობის ჭეშმარიტი გაგება საქართველოში და რადგანაც ახლა მიდით და ეჩხუბეთ იმას რომ ეგ გაგება რო კონდეს პატრიარქი დაიძინებდა ღამე როცა იცის რომ მის სამშობლოშიც აი მის სოფელში ვარ ნამყოფი მე და ცხოვრებიც აიყვანეს და ერთი ამბავი იყო იქაც ერთი ამბავი ხალხო ხო და დაიძინებდა მას რომ ეს განცდაში კონდეს და სიწმენა კონდეს თუ იესომ რა გააკეთა ასე რა აქედანაც მიხვდებით რომ საქართველოში არ არის ქრისტიანობა ამიტომ ნუ წინთ ბევრს ეგა მადლობა მოსვლისათვის